მოვუწევდით სოფლებში, ნახეთ ამ ხალხის გაჭირვება, ნახეთ ჩვენი გადაჭრილი სოფლები, ნახეთ დანგრეული სახლები, ნახეთ გაჭირვებული ხალხი, ურუկმაბუროდ დატოვებული ბავშვები, სიცივეში მიდავებული ბავშვები. მეტი რა გავაკეთეთ? რამეს ვიქნეთ? აიც ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები ქალაქიდან მადნის მომპოვებელი კომპანიის გასვლას ითხოვენ. ჯორჯიან მანგანეზისათვის ლიცენზიის ჩამორთმევა მაღაროელების 6 პუნქტიან მოთხოვნაში მეორე ადგილზეა. შრომელები პირველ რიგში მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ. უმუშევრად დარჩენილ მაღაროელებს იმ თანამდებობების პირებთან სურთ შეხვედრა, რომლებმაც 4 თვის წინ ხელი მოაწერეს მაღაროების გაჩერებას. მოთხოვნების საინიციატივო ჯგუფმა 4 მარტს ქალაქში დაგეგმილი საპროტესტო მასშტაბური აქციის წინ გამოაცხადა. ვითხოვთ შეხვედრას მთავრობასთან. წავიდეს ინვესტორი, სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა საწარმოს მუშაობაზე. მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი შეიქმნას ფონდი ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისთვის. ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მოსახლეობას. დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს მათივე სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ზარალის დათვისა და შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის ინტერესები. ხოლო მიყენებული ზიანი სამართლიანად დანაზღაურდეს. ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მკაცრად გაკონტროლდეს ღია კარიერული წესით მოპოვება. მოპოვება უნდა განხორციელდეს ყველა აპრობირებული წესისა და სტანდარტის დაცვით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ ასეთია მაღაროელთა მოთხოვნები. ჭიათურაში მაღაროელების მიერ ორგანიზებულ პროტესტზე მთელი ქალაქი გამოვიდა. რასაც მოიპოვებთ, რაც მერე მიდის ზესტაფონში, ეს მარტო ამ ორ ქალაქს კი არა, მთლიან საქართველოს აცხოვრებს დიდხანს და ბედნიერად. მას შეუძლია მოგვცეს დიდი წლის განმავლობაში, ბევრი წლის განმავლობაში მთელ საქართველოში უფასო ჯანდაცვა. ჩვენ სკოლებში ჩვენი შვილები იკვებებოდნენ უფასოდ და უამრავი სიკეთე შეუძლია არა მარტო ამ ორ ქალაქისთვის, ჭიათურისთვის და ზესტაფონისთვის, მთლიანი საქართველოსთვის მოიტანოს. რაც შეეხება იმ ფონდს, რაც თქვენ მოითხოვეთ, ეს აუცილებელია, რომ ამ ქალაქმა მას შემდეგ რაც ამოიწურება მადანი და არ იქნება მარაგები, იცხოვროს ბედნიერად და თავაწეულმა. მომავალმა თაობამ, რომელიც გადაწყვეტს, იქნება არ უნდა მას მაღაროში მუშაობა და უნდა რაღაც მაღალი ტექნოლოგიების მეცნიერი იყოს. მან უნდა დაუფინანსოს სწავლა, ცხოვრება საქართველოში და უცხოეთის სხვა უნივერსიტეტებში. ამიტომ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ახლა არის გაჟღერებული თქვენ მიერ, ამაზე პროგრესული, ამაზე კარგი, დიდი ხანია საქართველოში არაფერი გაჟღერებულა. იწუნებული ვართ, რომ ჩვენი შვილები ვაცხოვროთ ამ დამტვერიანებულ ქალაქში. მანგანუმის მოპოვება და გადამუშავება ყველამ კარგად ვიცით, რომ ეკოლოგიას ანადგურებს, აფინძურებს ქალაქს და თითოეულ ჩვენგანს გვიწევს ფინძური ჰაერის ჩაყლობა. მიუხედავად ამისა, იმდენად გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ჩვენი მამაპაპისეული ფუძე, ჩვენ არ ტოვებთ და არ ჩვენი შვილები არ აპირებენ დატოვო. ამისათვის მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ და წინ გზა უნდა გავუყოლოთ, როდესაც გაიზრდებიან, საშუალება გქონდეთ იმისა, რომ ისწავლონ, განვითარდნენ, გაიზარდონ და ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო განავითარონ. 205 თვარს გადაიხდით და დაარეგისტრირებთ შესაბამის ფონდს, რომელიც აი ამ გარკვეულ ნაწილს ჭიათურის სიმდიდრისა დატოვებს ადგილზე და ის მოხმარდება ჭიათურელი ბავშვების, ახალგაზრდების საჭიროებებს, ხო? ჭიათურას ჭირდება ჭიათურელ ბავშვებს ჭირდებათ კინოთეატრი. ჭიათურელ ბავშვებს ჭირდებათ სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა. ჭიათურელ ბავშვებს ჭირდებათ განათლების შესაძლებლობა და ჭიათურელ ბავშვებს ჭირდებათ მომავლის იმედი, რომელიც თანდათან ჩვენ ქვეყანაში თანდათან უფრო და უფრო ინავლება და კრთება. ჭიათურა არის კრატერების ქალაქი. გადათხრილი ორმოების და წყლის გუბეებით სავსე ქალაქი არის. ძალიან დიდი გული დამწყდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება რომ ამოიღოთ, კი ბატონო, იმას არავინ არ გიშლით, რომ არ ამოიღოთ ბუნებრივი რესურსი. ბუნებრივი რესურსი იმისთვის არსებობს, უნდა ამოიღოს
უნდა შეიქმნას, კი ბატონო, ეკონომიკა უნდა შეიქმნას და უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო. როგორც სახელმწიფო, ისევე თვითმმართველი ქალაქები. მაგრამ იღებთ, არასწორებთ. რეკულტივაციას არ უკეთებთ. არ ახუმუსებთ ისევ იმ მიწას, იმ ნიადაგს, რომ მოსავლიანი გახდეს. არ აკეთებთ ამ ყველაფერს. კარგით. ვანგრევთ და ვანგრევთ, კი ბატონო, ჭიათურას ვანგრევთ და ვანგრევთ. მაგრამ ამ ჭიათურის დანგრევით ზესტაფონი მაინც გადაარჩინეთ, საჩხერე მაინც გადაარჩინეთ. ის ხალხი მაინც გადაარჩინეთ, რომლებიც 37,000 მოსახლე არის ჭიათურაში, 37,000 ადამიანი არის და აქედან ყოველი მესამე სოციალურ შემცეობას იღებს. ის ხალხი მაინც გადაარჩინეთ ამ ყველაფერს. როგორ არ შეიძლება 277 მილიონი დოლარის მანგანუმი გაიტანოთ ჭიათურიდან წელიწადში, გაყიდოთ და ყოველი მესამე ადამიანი ჭიათურაში სოციალურ შემცეობაზე იყოს დამოკიდებული. არაფერი აღარ გვაქვს. რაც იყო, ისიც გაანადგურეს. გაანადგურეს იმისათვის, რომ მხოლოდ ყოფილიყავი ჯიებზე დამოკიდებული და განცხადებაზე იდო, რომ მუშაობა დამაწყებინეთ. ვისაც უდოდა, რომ ამ ქალაქში დარჩენილიყო და ლუპაპურისთვის სხვაგან არ წასულიყო, ერთადერთი საშუალება დასაქმება იყო ჯიემში. ალტერნატიული საშუალება რო არ იყო, იძულებული იყო ყველა პირობას დათანხმებოდა ადამიანი. დღეს ესეც აღარ არის. ამით თუნდაც შექმნა ის, რომ გავხდეთ იძულებული და ამდენი ადამიანი კი არ იდგეს. ერთეულები დადიოდეს. მათ ხელისშემშლელი არავინ არ ყავდეს. და მოიპოვო კიდევ უფრო გააძლიერონ მოპოვება, მაგრამ ადამიანებს არ გადაუხადონ ხელფასი. მოიპოვო ტექნიკით, გაანადგურონ სოფლები თუ ქალაქი. ამიტომ გუში გავაჩერეთ მოთხოვნები. დღეს უკვე კარგად გესმის ჩვენო ხელისუფლება რაზედაც გვაქვს ლაბარაკი. დღეს ჩვენ გავაგებინეთ მთელ ჭიათურას და მთელ საქართველოს. ამით არა მარტო ჩვენ ჭიათურას გადავარჩეთ, ზოგადად ჩვენს ქვეყანას გადავარჩეთ და დავაყენებთ სწორი მიმართულებაზე, სწორ განვითარების გზისკენ მიმავალ გზაზე. და სასწრაფო წესით დაიდოს გეგმა, რომ ამ გაჭირვებიდან გამოვიდეს ეს ხალხი. სასწრაფო წესით მიგვიწვიეთ დაჭერით ჩვენ პირისპირ და არც ერთი კომპანიის წარმომადგენელი არ მჭირდება. არ მჭირდება, თორე არ იქნება მშვიდობა მე რომ მათ შეხვდე. ძალიან კარგად იციან პირად საუბრებშიდაც როგორ მესაუბრებოდნენ და დღეს რა რეალობის წინაშე ვდგავართ. აბსოლუტურად საპირისპირო საუბრობდნენ. დღეს აბსოლუტურად სხვა მდგომარეობა არის ჩვენ ქალაქში. ამიტომ სასწრაფო წესით გაციეთ გვერდზე კომპანიას სრულად როგორ ჩვენ გავწიეთ. არ გვაინტერესებს ჩვენ კომპანია. არ გვაინტერესებს ის ხალხი, რომელსაც არ აინტერესებს ჩვენი ქალაქის და ჩვენი ხალხის ბედი. ჩვენთვის ეგენი საერთოდ უმნიშვნელოა და სანამ თქვენს დაკარგავ ჩვენ თვალში საერთოდ მნიშვნელობას, დროზე გადადგეთ ნაბიჯები. ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი და ვხედავ ხალხის სევდიან თვალებს. ამიტომ სასწრაფოდ ერთი